ირაკლი ჯორბენაძის დროას არჩევნო ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატი საქართველოს პარლამენტში. ნამდვილად სამწუხაროა, რომ ესეთ კრიმინალს შემადარეთ. მე ზვიად კვირიკაძე გახლავართ, ზვიადის გზა უფლის სახელით არჩევნო გაერთიანება. თქვენ და მაყურებელს ზვიად კვირიკაძე ზვიადის გზა უფლის სახელით ამ პარტიის სახელით იყრის კეჭ საქართველოს პარლამენტში. ზვიად კვირიკაძე გისმენთ ბატონ ზვიად ბოდიშ. მოგეთ პატივცემულო ტელემაყურებლებო, პატივცემულო ამორჩეულებო, ბოდიშ გიხდით არა მარტო ტელევიზიის ესეთი და სახელმწიფოს მიერ ზოგადად ასეთ დამცინავი და ცინიკური მიდგომის გამო, რომ მაჟორიტარ კანდიდატს საკუთარ ამომრჩეველთან სასაუბროდ 6 წუთიან დროს გითმობენ და ალბათ თქვენც დამეთანხმებით და კარგად იცით, რომ სარეკლამო ეთერებს უფრო და დიდ მრავალათასიან სარეკლამო რგოლებს მართველი პარტიის და ეს ყოფილი კრიმინალური ბანდის ნაციონალური მოძრაობის სარეკლამო რგოლებს უფრო დიდ დროს უთმობენ. ეს არის სამწუხარო ჩემო პატივცემულო ამორჩეველო. რაც შეეხება გენდერულ თანასწორობას და მე-19 საუკუნეს, ეს ვინც თქვა მე-19 საუკუნეს მდგომარეობაა ზემო აჭარაშიო, იმან მოიკითხოს საკუთარ ოჯახში. აჭარაში, მაღალმთიან აჭარაში არიან განათლებული ქალბატონები, მეტად განათლებული ისეთები, როგორიც დედაქალაქში და სხვა ევროპულ ქვეყნებში 5 წელი და 8 წელი რო სწავლობენ, ის განათლება აქვს ქალბატონებს მაღალმთიან აჭარაში 17 წლის ასაკში. და მინდა ნებისმიერს ამაზე გამოვიწვევ დებატებში შემეკამათოს და მოვიწვიოთ და შევაჯეროთ აზრები, გადავხედოთ, ანალიზი მოვახდინოთ. ანუ გენდერული თანასწორობა მაღალმთიან აჭარაში დაცულია, იმდენად რამდენადაც ოდითგან მოგეხსენებათ ქალს უდიდეს პატივს სცემდნენ საქართველოში. ზვიადის გზა უფლის სახელით ეს ეროვნული მოძრაობის სულის ჩამდგმელია, რომელმაც დღესაც იტვირთა ეს ტვირთი 28 ნომერი ვართ არჩევნებზე და როცა გავიმარჯვებთ ჩვენ ყველა პრობლემას, რომელიც მრავლადაა, მოვაგვარებთ სამართლებრივ ჩარჩოებში. სამართლიანობას აღვადგენთ რეალურად და არა ბუტაფორიულად, როგორც დღემდე ახდენდა ყველა. სამართლიანობას როცა აღვადგენთ, არც თურქეთში გავა არავინ და ნებისმიერი რაიონის ხელმძღვანელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული დაიჯება უმკაცრესად, ვინც საზოგადოებას არ შეუქმნის სათანადო პირობებს, რა თქმა უნდა, ბიუჯეტის შესაბამისად, არსებული ბიუჯეტის შესაბამისად, რომელსაც დღეს ბიუჯეტში აბრუნებენ უკან აბრუნებენ და ეს იგივე სამსახურო გულგრილობაა და ბოროტებაა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა, როგორც დანარჩენი სხვა დანაშაული. როცა ბიუჯეტს არ ხარჯავ ბოლომდე საზოგადოება. მადლობა ბატონ ზვიად კვირიკაძე გახდათ ზვიადის გზა უფლის სახელით მაჟორიტარი კანდიდატი საქართველოს პარლამენტში. კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით ბატონ ზვიად შეცდომისთვის და ეხლა ნამდვილად ირაკლი ჯორბენაძესთან გადავდივართ.